გაგაცნობთ. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მაჩვენებლით საქართველოს ევროპაში პირველ ადგილზეა კვლევა ევროპის ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაცია ევრობარომეტრმა ჩაატარა კვლევის მონაცემების სასტუმრო რედისონში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დღეს თავად წარადგინა. შედეგების მიხედვით საქართველოში მოქალაქეთა 99%-ისთვის გასულ წელს ქრთამი არც ერთხელ არ მოუთხოვიათ. კვლევის შედეგებს ნინო სამყურაშვილი გაესწრო, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. ნინო, რა მონაცემებს აქვეყნებს ევრობარომეტრი კიდევ დამატებით? გარდა იმისა, რომ საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ შედეგებით არის ევროპაში პირველი, გარდა ამისა კიდევ არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ამ კვლევის შედეგად არის გამოქვეყნებული. პირველი ის, რომ ნატოს წევრობის მსურველი ევროპის ქვეყნათა შორის საქართველოს ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულია. ასევე ამ კვლევის მიხედვით საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მოქალაქეებთან შედარებით 4-ჯერ ნაკლებად აწყდებიან კორუფციას ყოველდღიურ ცხოვრებაში და კიდევ ერთი შედეგი საქართველოს მოქალაქეების 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ არის ეფექტური და ეს მაჩვენებელი ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით არის გაცილებით მაღალი. ეს ფანტასტიკური ფუნდამენტი იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქე მიიღოს უკვე მეტი სარგებელი ყველა იმ, ასე ვთქვათ, სახელმწიფო პროგრამებიდან, რაც საქართველოს აქვს. მხოლოდ გასულ წელს ჩვენ დავზოგეთ 202 მილიონი სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, იმიტომ რომ შევქმნით ელექტრონული შესყიდვების მექანიზმი და ეს თანხა უკვე შეგვიძლია გაუშვათ სოციალურ პროექტებში, შეგვიძლია გაუშვათ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, დასაქმების პროექტებში, რომელსაც სახელმწიფო იწყებს და ეს არის ძალიან კონკრეტული შედეგი, რაც საქართველოს სახელმწიფოს აქვს და ჩვენ გვაქვს. თავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ მოვინდომეთ და გავაკეთეთ ეს ყველაფერი ყველამ ერთად. ეხლა ჩვენ უნდა მოვინდომოთ ის, რომ ყველა ადამიანმა მიიღოს მეტი შედეგი და სარგებელი ამ ყველაფრისგან. ამ რეფორმებში შედის როგორც კორუფციის საქმე და გამოძიება და სისხლისამართლებრივი დევნა, დამნაშავე და პასუხისმგებაში მიცემა, ამავე დროს მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მაგალითად შესყიდვების სისტემა ამის საუკეთესო მაგალითია. ამასთან ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება, ლიცენზიებისა და ნებართვების შემცირება, გამარტივება პროცესის, ზოგადად კონტაქტი მოქალაქესა და საჯარო მოხელეს შორის უნდა იყოს მინიმალური, ვინაიდან ყოველი ამგვარი კონტაქტი მოიცავს თავის თავში რისკს, რომ შეეძლოა კორუფციული გარიგება შედგეს. კონტაქტი მიმწოდებლებსა და შემსყიდველებს შორის მინიმუმამდეა დასული არც ერთმა შემსყიდველმა ორგანიზაციამ, მათ შორის სააგენტომ არ იცის თუ ვინ მონაწილეობს ტენდერში, მანამ სანამ ვაჭრობის პროცესი არ დასრულდება. რაც ფაქტობრივად გამორიცხავს კორუფციული რისკების ალბათობას და შესაბამისად სრულიად გამჭვირვალეს ხდის ჩვენ სისტემას და სწორედ ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ იგივე ევროპარლამენტმა და იგივე გაერომ საუკეთესო დარიარა ჩვენი ელექტრონული სისტემა. კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს რედისონში გაიმართა იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. დღეს რედისონში ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც და დღეს დამსწრეებს ასევე სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმაც. კვლევა მაჩვენა, რომ კორუფცია ევროკავშირში სერიოზული პრობლემაა. კვლევა გასული წლის მონაცემებს მოიცავს ევროკავშირში. როდესაც ჩვენ კორუფციის პრობლემებთან დაკავშირებით შეკითხვა დავთვლით საქართველოში, პასუხი იყო, რომ საზოგადოებას ეს ყველაზე ნაკლებად აწუხებდა. ეს კვლევა ძალიან სერიოზული და სანდოა. გამოკითხვა არის იგივე მეთოდოლოგიით ჩატარებული, როგორც ევროპაში, რაც ნიშნავს, რომ ეს შედეგები ღირებულია. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს შეძლო განსაკუთრებული შედეგის მიღწევა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. ნდობა პოლიციის, სასამართლო სისტემის, ფინანსური სტრუქტურებისა და მთავრობის მიმართ არის ძალიან მაღალი და ამ სტრუქტურებში არ არის კორუფცია. ევრობარომეტრის კვლევის შედეგებთან ერთად დღეს რედისონში ასევე წარდგენილი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კიდევ 3 კვლევის შედეგები, რომელიც საქართველოში კორუფციას ბრძოლის წინააღმდეგ კვლევების კუთხით ჩატარდა ბოლო 3 წლის განმავლობაში. მადლობ ნინო სამყურაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სტრასბურგიდან თბილისში